მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. რასაკვირველია, ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ სწორედ ადამიანთან დაკავშირებული თემები არის ჩვენი გადაცემის საფუძველი, ჩვენი გადაცემის კონცეფციის არსი კი არის ყველაზე ღირებული, რაც კი გააჩნია ნებისმიერ საზოგადოებას, ეს არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ საუბრობთ ჩვენ ამ თემაზე ყოველდღიურად და ამიტომ ვიწყებ ამ სიტყვებით მე ყოველდღე გადაცემას. თუნდაც იმის ხაზგასასმელად, რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე და ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს არჩევანი არის განსაზღვრელი იმისა, როგორ ვცხოვრობთ, როგორ ვცოცხლობთ. დიახ, როგორ ვირჩევთ ცხოვრების წესს. ჩვენ შევთანხმდით, რომ დიახ, ცხოვრების წესი არის ჩვენი არჩევანი, ერთი ადამიანის, ერთი ინდივიდის არჩევანი, რომელიც მთლიანად ცვლის მის ცხოვრებას, მის არსებობას, მაგრამ ამ არჩევანმა შეიძლება შეცვალოს არა მხოლოდ მისი, არამედ მის გარშემო მყოფთა ცხოვრების წესიც და არსებობის ფორმაც. ისევე როგორც ოჯახი, საზოგადოება ახდენს გავლენას ცხოვრების წესზე და ძალიან ხშირად ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანის მიუხედავად არის უამრავი სხვა ფაქტორით განპირობებული, რომელიც უშუალოდ ჩვენ და პირადად ჩვენ სულაც არ გვეკავშირდება. მიუხედავად ამისა, ცხოვრების წესი, რომელიც განაპირობებს ჩვენს ყოველდღიურ არსებობას, განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება ჩვენი ჯანმრთელობა. ასევე წერია, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, რა განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას, ერთ-ერთი უპირველესი გენეტიკასთან ერთად მითითებულია ხოლმე ცხოვრების წესი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას, მენტალურ ჯანმრთელობას, სოციალურ ჯანმრთელობას, რასაკვირველია ადამიანის ემოციურ ჯანმრთელობას, გარემოს მდგომარეობას და მენტალურ ჯანმრთელობას, ანუ ვინ ვართ ჩვენ. ამ წახნაგებს ჯანმრთელობისა ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებლად აქვს ანალოგიური წახნაგები კეთილდღეობის ჭრილში და ეს მარტივად გასაგებია, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა იმაზე, რომ ჯანმრთელობა არის კეთილდღეობა. ყველა ამ წახნაგის გათვალისწინებით ყალიბდება ჩვენი ყოველდღიური რესურსი, რომელიც ჩვენი ახირება კი არ არის ვიყოთ უბრალოდ ჯანმრთელები, არამედ ეს არის ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ვიპოვოთ საკუთარი თავი, მოვახერხოთ თვითრეალიზაცია და დავიმკვიდროთ ადგილი ამ სამყაროში. აი ასეთ შემთხვევაში ჯანმრთელობა სრულიად განსხვავებულად აღიქმება და აუცილებლად დაგვაფიქრებს. იქნებ ჯანმრთელობა თავად არის ცხოვრების წესის განსაზღვრელი. დიახ, არაერთხელ, არაერთ შემთხვევაში. და როდესაც ჩვენ საუბრობთ, რას განსაზღვრავს ცხოვრების წესი, ძალიან ბევრ ამას თავად ჯანმრთელობაში, პირიქით ჯანმრთელობა ბევრად განსაზღვრავს ცხოვრების წესს და შედეგები დამოკიდებულია ხშირად არა უბრალოდ ჯანმრთელობის მდგენელ გარემოზე, არამედ გარემოზე, რომელსაც ჩვენ ადამიანები ვქმნით ერთმანეთისთვის. დიახ, როგორი იქნება საზოგადოება? როგორი იქნება გარემო, რომელსაც შექმნის ეს საზოგადოება, ბევრად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება ადამიანების ცხოვრების ხარისხი შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში. დიახ, არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. ჩვენი გადაცემა ამის საუკეთესო მაგალითია, როდესაც უამრავ ისტორიას გიყვებათ განსაკუთრებული ადამიანების შესახებ. თუმცა ჩვენ აქვე ვამბობთ ხოლმე იმის მიხედვით, როგორი იქნება გარემო, როგორი იქნება საზოგადოება, ეს შეიძლება იყოს სწორედ ის წინაპირობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად ადამიანების შეუზღუდავ უნარებს გაამჟღავნებს. დღევანდელი ჩვენი ისტორია ამის მორიგი დასტური გახლავთ და შორენა ლაბაძის სიუჟეტი ამის მორიგი მაგალითი. საზოგადოება ხო, მიგვიღონ ისეთი როგორებიც ვართ. ჩვენ ვართ უფასოვანი ადამიანები, როგორი სხვები არიან. ჩვენ მათი მხარდაჭერა გვჭირდება. მე ვარ ზაზა დუმბაძე. დავიბადე შვახევის მუნიციპალიტეტში. ეხლა ვცხოვრობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში.
ასაკი 47. ვარ ეტლის მოსარგებელი. აი ბავშვობიდან მე-4 კლასში ვიყავი რაღაც. ხო, მე-4-5 კლასში. ფეხიზე დამიწყო რაღაცა და ვიმკურნალე. დაწიმა მქონდა იგი და ელექტროფორეზი იგენს ვიკეთებ. კასტელით დავდიოდი ადრე, ახლა ეტლით დავდები. ხო. შევეჩვიე რაღაცნაირად. შევეჩვიე და თავისუფლად დავდივარ. რიცენში მოვხდი გახსნილიაო რა, ადაპტიბლიუსი, და ჩავედი, კი მინდა მე, გავაკეთე ვაუჩერი. რამოდენიმე წელია დავდივარ რა და დავდივარ კვაყოფილი ვარა. ვსწავლობ იქინე, სიმღერას ვსწავლობ, ხავტავ, ხატვას და იგებს. ყველანაირად. აქტივობები იმართება. ფანდურზე ვუკრავ, ვისწავლე კი, ფანდური, ლექსები, მასწავლი მაქვს ბევრი ლექსი. შევიძინე ახალი მეგობრები, სიარულოა და კარგია. გავიმარჯვე ნარდის თამაში. მივიღე სიგელი, ჩემპიონი გავხდი კი. ნარდის თამაში ვისწავლე, ურექსიც ვისწავლე, ისეც ვისწავლე იქინე. მეზობელი შინაურთან. მოუწოდებ მეგობრებს, რომ გარეთ გამოვიდნენ, როგორც მე ვარ, ისე მინდა ხომ ყველა გამოვიდეს გარეთ და დაინახოს ასეთი სიამოვნება. შეიძინო მეგობრები, იყო საზოგადოებაში ჩართულები, საზოგადოებას არ გაემიჯრონ და განავითარონ თავისი შესაძლებლობები. ჩვენ საუბრობთ გულზე და ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მდგომარეობაზე, როდესაც რაღაც მიზეზთა გამო გული საკუთარ ფუნქციებს თავს ვერ ართმევს. ჩვენ ამ თემაზე სისტემატურად ვსაუბრობთ და თქვენ გახსოვთ ჩვენს გადაცემაში რუბრიკა, როდესაც ტრადიციულად სულ ცოტა წელიწადში ერთხელ მაინც ხვდებით ამ თემასთან დაკავშირებით და გულის უკმარისობის შესახებ ვსაუბრობთ. იმ თანამედროვე მონაცემების მიხედვით, რასაც მტკიცებითი მედიცინა მოცემულ მომენტში გვთავაზობთ. და რასაკვირველია, ამ საუბარს ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობართან, გულშემატკივართან ერთად, ვისთან ერთადაც ჩვენ ეს რუბრიკა ჩამოვაყალიბეთ და ამდენი ხანია ვუძღვებით. იგი გახლავთ საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოვასკულური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი, ჯანმრთელობის ეკონომიკისა და მართვის მაგისტრი ბატონი ზვიად ყიფიანი. დილამშვიდობისა ზვიად. მოგესალმები მარი და დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც პერიოდი არ ყოფილა თქვენ სტუდიაში და მოხარული ვარ რომ კვლავ გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს არის თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გასათვალისწინებელი პრობლემა. თუ გავიხსენებთ, რომ გულსის ძახვა და დაავადებები ჯერ კიდევ რჩება ლიდერად ავადობისა და სიკვდილობის მაჩვენებელთა შორის, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ნომერ პირველ პრობლემად ითვლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ცხადია, არაგადამდები დაავადებები მაქვს მიხედველობაში, მაშინ ამ ლოგიკის მიხედვით გულის უკმარისობა ყველასათვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა მოდით გავახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, რას გულისხმობს გულის უკმარისობა და რამ შეიძლება მიიყვანოს გული უკმარისობამდე. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება, როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაშიც გულის უკმარისობის დროსაც. თვითონ გულის უკმარისობა მოკლედ შეგახსენებთ და შევახსენებ საზოგადოებას არის ძირითადად, როდესაც მშვიდი ფუნქცია ქვეითდება. ოღონდ არა მარტო თვითონ ფენოტიპის მიხედვით გულის უკმარისობა არ არის მხოლოდ დაქვეითებული განდევნის ფრაქცია, ან დაქვეითებული კუმშვიდობა. ხშირ შემთხვევაში ხვდებით ხოლმე, როდესაც ეკოლოგიურად ერთ-ერთი პარამეტრი შეფასების გულის უკმარისობის არის ეკოკარდიოგრაფია, სადაც სხვადასხვა პარამეტრებთან ერთად იქ არის ბარგუჭის ომა, წინა გულის ომა, სარქლოვანი ფეთილობა და ასე შემდეგ არის განდევნის ფრაქცია, რომელიც ქვეითდება ხოლმე. ოღონდ არა მარტო დაქვეითებული განდევნის ფრაქციით, არსებობს გულის უკმარისობა შენახული განდევნის ფრაქციით, როდესაც ხედავთ, რომ კუმშვიდობა კარგია, ოღონდ
პაციენტი ამბობს, რომ მასავს გამოხატული ხაერსუკმარისობა, ადვილად დაღლა, ქოშინი, პულსის აჩქარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. იქ სხვადასხვა ლაბორატორიულ ტესტებთან ერთად და ეხოლოგიურ პარამეტრებით ხდება დიაგნოსტიკა, რომ არის გულის უკმარისობა, შენახული გადაების ფრაქციით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ესევე არსებობს მსუბუქად დაქვეითებული, საშუალო დაქვეითებული ფრაქციით გულის უკმარისობა და გულის უკმარისობა, რომელიც უკვე მკვეთრად დაქვეითებული გადაების ფრაქციით არის. თვითონ გულის უკმარისობა არის მეორადი დაავადება, ის არ არის პირველად გულის უკმარისობა, რაღაცის შედეგი არის. ანუ რაღაცა უნდა მოხდეს, რომ მივიდეს გული ამ მდგომარეობამდე. არის ხშირ შემთხვევაში ეს არის ხანგრძლივი პერიოდთან კავშირი და რაღაც შედეგად ზიანდება შემდგომ გული, ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, არის გულის უკმარისობის სხვადასხვა ფაქტორები, რაღაც გამოიწვევს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის იშემიური დაავადება, როდესაც არის იშემიური პროცესი მიმდინარეობს, ანუ კორონარული დაავადება არის ხანგრძლივად და შემდგომში ახდენს გავლენას გულის კუმშვად ფუნქციაზე. თვითონ მოგეხსენებათ, გული კუნთოვანი ორგანო არის, კორონარული არტერიული სისტემა მას უზრუნველყოფს კვებით და როდესაც იქ პრობლემა არის, ხდება მისი განდენის ფრაქციის დაქვეითება. იშემიურ შემთხვევაში შეიძლება იყოს მიოკარდიუმი, როდესაც უცბად ხდება, ანუ დაბალი განდენის ფრაქციით მიმდინარე გულის უკმარისობა, როდესაც უცბად ქვეითება და ფრაქცია და ზომაში იზრდება მარცხენა პარკუჭი, ეს შეიძლება იყოს ძირითადად ხდება მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, გახჩინა რომელ უბანში იკეტება სიზარღვე და ასე შემდგომ. ესევე აორტოკორონარული შურტირების შემდგომ შეიძლება მოხდეს გულის უკმარისობა. არსებობენ პაციენტები, რომელიც ქრონიკული იშემიური დაავადებით ცხოვრობენ, განსაკუთრებით ესეთი პაციენტები არიან, მიეკუთვნება ესეთ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, სადაც გამოხატული კლასიკური სტენოკარდიული შეტევა შეიძლება არ იყოს სხვადასხვა ჩივილი ქონდეს პაციენტის ადვილი დაღლა, ქოშინი, მანძილის შემცირება სიარულის დროს და ესეთ შემთხვევაშიც იშემია მიდიოდეს, იმიტომ რომ შაქრიანი დიაბეტი განსაკუთრებით დაურეგულირებელი არა მართად შაქრიანი დიაბეტი მაღალი რისკია გულსიზავსთა სისტემის დაავადებებისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის გულის უკმარისობა სარქლოვანი პათოლოგიების შემთხვევაში, ანუ როგორც თქვით, გულის უკმარისობა რაღაცის შედეგი არის. ერთი იშემიური დაავადება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სარქლოვანი პათოლოგია, მოგეხსენებათ არსებობს მიტრალური, აორტალური, ტრიკუსპიდალური, პულმონარული სარქველი, სარქლოვანი პათოლოგია, რომელიც რაღაც პერიოდში ხანგრძლივად მიმდინარეობს, ან გამორჩა პაციენტს, ან შეიძლება არ მოხდა ზუსტი დიაგნოსტიკა დროულად, შემდგომში ის ყოველთვის იწვევს გულის კუმშვად ფუნქციაზე გავლენას. პაციენტების ის ნაწილი, რომელსაც შეიძლება სუბუქად ქონდეს განდენის ფრაქცია დაქვეითებული, ან ნორმაში იყოს, როდესაც ხედავთ, რომ ესეთ პაციენტებს აქვს თუნდაც მიტრალური სარქლის პრობლემა, წინა გულის ზომაში გადიდებული ეხოლოგიურად თოცა შევაფასებთ, იქ არის ენტიპრობიემპი ესეთი მარკერი, რომელიც აუცილებლად უნდა ავიღოთ, როდესაც პაციენტი მით უმეტეს ჩივილით მოგმართავს, რომ ფიქრობს ექიმი, რომ შეიძლება იყოს გულის უკმარისობა, მხოლოდ ფრაქცია კარგია, კუმშვადობის და გულის უკმარისობა არ არის. მე მოხდეს ზუსტად შეფასება და მკურნალობის თვალსაზრისით, ეხოლოგიური მონაცემებით, ეხოკარდიოგრაფიით და პაციენტის ჩივილებით თითქმის იგივე მკურნალობა, როგორც დაქვეითებული განდენის ფრაქცია, შეიძლება პლუს მინუს შარდეის დოზა ან სხვა იყოს სხვა. იშემიური სარკმელი პათოლოგია ასევე არსებობს საკმაოდ ისეთი დიაგნოზირებული გულის უკმარისობები, როგორც არის კარდიომიოპათია. კარდიომიოპათია არსებობს ხშირ შემთხვევაში, თანდაყოლილი კარდიომიოპათია, ეს არის სხვადასხვა ტიპის კარდიომიოპათია. რას გულისხმობს ეს ორი სიტყვით რომ უთხრათ? კარდიომიოპათია ძალიან მოკლედ რო ავხსნათ, არის თვითონ როდესაც მაგალითად როდესაც დილატაციური კარდიომიოპათია აქვს პაციენტს, არის როდესაც მოგეხსენებათ, რომ გული 4 არის, მარცხენა პარკუჭი, მარცხენა წინაგული, მარჯვენა პარკუჭი, მარჯვენა წინაგული. როდესაც 4-ვე ღრუ გადიდებული არის, ანუ ზომაში მკვეთრად დიდია და თავისთავად მთლიანად მისი კუმშვადი ფუნქცია დაქვეითებულია. თორსა დილატაციური კარდიოპათია არსებობს, ესევე ჰიპერტროფული კარდიოპათია, რომელიც თანდაყოლილი გენეტიკასთან კავშირში არის ჰიპერტროფული კარდიოპათია, როდესაც სხვადასხვა უბნის არსებობს მწვერვალის ჰიპერტროფია, არსებობს გიდის ჰიპერტროფია. ესეთ პაციენტებს როგორც ხშირად წესით კუმშვადი ფუნქცია ნორმალური აქვს. ოღონდ თუკი მიმდინარეობა ხანგრძლივი არის და ჰიპერტროფია საკმაოდ დიდია, ხრუს მოცულობა მცირდება თვითონ მარცხენა პარკუჭის და შესაძლებელი არის ხვდებით ხოლმე ხშირ შემთხვევაში რაღაც დროსთან კავშირში მიტრალური სარქველი დააზიანოს.
ესეთი გიპერტროფიული კარდიოპათიის შემთხვევაში პაციენტების მკურნალობა სრულად განსხვავდება კლასიკური გულის უკმარისობის ანუ დაბალი ან თუნდაც შენახული განდენის პრაქტიკის გამალთა გიპერტროფიული კარდიოპათიის დროს შანტენები უკუჩვენება არის ბევრი ნიუანსია რომელიც ექიმმა უნდა გაითვალისწინოს და რა თქმა უნდა ის ცნობილია ჩვენთვის არსებობს ესეთი მწვავედ განვითარებული კარდიოპათია, მწვავედ განვითარებული გულის უკმარისობა, ანუ ფრაქციის დაქვეითება, ზომაში გადიდება მარცხენა პარკუჭის სამთლიანად გულის, ესეთი დაავადება არის მიოკარდიტის შედეგად გამოწვეული. ანუ გულის კუნთის ანთება როცა მიდის. ერთი შეხედვით თითქოს უვნებელი გრიპის ვირუსია ეს და არიან ადამიანები, რომლებიც არაფრად არ თვლიან და გრიპი მაქვს, ვაცემინებ, ახლა სიცხიანი დადის, აბაზანას იღებს ასე შემდეგ. ერთ-ერთი ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში შეიძლება გამწვავებული იყოს მიოკარდიტით. მიოკარდიტი არ მზავე პროცენტულად რაღაც ნაწილში შეიძლება მიოკარდიტის შემდგომ მიოკარდიტის შედეგად გამოწვეული გულის უკმარისობა იყოს შექცევადი, ოღონდ რაღაც პროცენტი რჩებიან ადამიანების შემდგომში ესევე დაქვეითებული განდენის ფრაქციით და საკმაოდ საყურადღებო და მძიმეა მათი მდგომარეობა. ესევე მნიშვნელოვანი არის მწვავედ განვითარების შემთხვევაში ენდოკარდიტები, როდესაც ხდება უკვე ენდოკარდიუმი, რომელიც როგორც წესი იწვევს სარქოვანი პათოლოგიის გამოწვევას ხშირ შემთხვევაში. სარქოვანი პათოლოგიის შემთხვევაში ხდება ვეგეტაცია, შეიძლება მოხდეს, ეს ბაქტერიული პროცესი არის და საშიშროება თრომბოემბოლიის ძალიან დიდი. ძალიან ეს არის ხშირ შემთხვევაში ინტრავენური მედიკამენტები რეგულარულად ნარკოტიკული წამლის მოხმარების შემთხვევაში ძალიან დიდია ენდოკარდიტების რისკი და სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს ენდოკარდიტი გამოწვეული. არსებობს ესევე ალკოჰოლური კარდიომიოპათია, როდესაც რეგულარული ალკოჰოლის მოხმარებას მიყავს გულის გადიდებამდე მარტივად ვთქვათ, ანუ დიდდება კონშვადი ფუნქცია ქვეითდება და ამიტომ ალკოჰოლის რეგულარული მიღება თუნდაც მცირედი და ყოველდღიური არ არეკომენდირებული არის. ანუ როგორც აღნიშნეთ, არის მეორადი დაავადება. რაღაცის შედეგი. ეს ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს. ესევე არის წინაგულთა ფიბრილაცია, რომელიც ხანგრძლივად მიმდინარეობს, განსაკუთრებით თუ კი ის ტახის სისტოლური ფორმის არის, ანუ აჩქარებულია სულ არითმია ინდუცირებული გულის უკმარისობა შეიძლება იყოს. აქაც ესევე შესაძლებელია, როდესაც ეს არითმია მოგვარდეს, გაჩნია რა ეტაპზე მიმართავს. არის შემთხვევები, როდესაც ცოტათი უკვე ძალიან რა შეწუხებს და უკვე ბევრი დრო გასული მერე მიდის და უკვე წინაგული საკმაოდ დიდია და თრომბოემბოლიის რისკი ნებისმიერი მოხსნა შეუძლებელი არის, აბლაცია შეუძლებელი არის, ამიტომ არითმია ინდუცირებული. ანუ ყოველთვის უნდა მოხდეს რეალურად დიაგნოსტიკა, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულის უკმარისობის გამოწვევის მიზეზი და რამდენად შესაძლებელია თუ ეს არ ეხება დილატაციურ კარდიომიოპათიას, თანდაყოლ კარდიომიოპათიებს, სადაც სულ სხვა მიდგომა არის. პირველი, რამ გამოიწვია გულის უკმარისობა, რამდენად შესაძლებელია იმ მიზეზის მოგვარობა და თავისთავად გამომწვევი მიზეზის პლუს გულის უკმარისობის ერთდროულად მკურნალობა. და სამიზნეებს რო პაციენტის, ანუ როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში გულის უკმარისობის დროსაც რა არის, რომ მედიკამენტი, რომელიც ცხოვრების ხარისხთან ერთად ხანგრძლივობას ახანგრძლივებს. ძირითადი მიზეზია, რომ პაციენტის მშვიდი და მისი ოჯახის წევრების ცხოვრება, ანუ გულის უკმარისობიანი პაციენტების სტაბილიზაცია როგორ ფასდება ექიმის მიერ, თქვათ, ვიზიტიდან ვიზიტამდე, როდესაც თქვათ ვიზიტი კომპენსირებულია პაციენტი და შემდგომ ვიზიტზე მოსასვლელია 5 თვეში, თქვათ, და როდესაც მოდი შეიძლება ამბობდეს, რომ აი მე ცოტა გამიჭირდა, ცოტა რაღაც სტაბილურობა ფასდება ესე. ვიზიტიდან ვიზიტამდე რამდენჯერ დაჭირდა სასწრაფოს გამოძახება? არა. ვიზიტიდან ვიზიტამდე რამდენჯერ მოვიდა დამატებით ვიზიტზე? არ დაჭირდა. რამდენჯერ შეიცვალა მედიკამენტური მკურნალობა? არ დაჭირდა. რამდენჯერ მოხდა ჰოსპიტალში? ესე იგი სტაბილურია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ესევე მინდა აღვნიშნო, რომ გულის უკმარისობის სტატისტიკა, როგორც თქვენ გძალეთ, საკმაოდ მაღალი არის. საბედნიეროდ თუ ჩვენ ამას ვნახავთ, რომ სტატისტიკურად ნაკლები არის ახალგაზრდებში. ერთ-ერთი ხშირ შემთხვევაში თუ კი ახალგაზრდა ასაკში არსებობს გულის უკმარისობა, ის არის ხშირ შემთხვევაში თანდაყოლილი პრობლემა, ან კარდიომიოპათია, ან საბედნიეროდ უკვე ჩვენთან რევმატიული მანკები აღარ არსებობს, იმიტომ რომ ამას პროფილაქტიკა და საბედნიეროდ მედიცინის განვითარება, ცნობადობის ამაღლება, ვაქცინაცია და ასე შემდეგ დაასრულდა ეს ეტაპი.
და თუ სარქოვანი პათოლოგია არ არის რაიმე თანდაყოლი, ესე თუ კარდიოპათია არ არის, ახალგაზრდა ასაკში საკმაოდ ნაკლები არის. ძალიან მისასალმებელია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება როგორც ცივილურ ქვეყნებში, სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე ჩვენ ქვეყანაშიც ნელ-ნელა იზრდება ხანგრძლივობა და ერთ-ერთი რაც უფრო იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა ასაკთან ერთად პრობლემები იმატებს, დაავადებები, მათ შორის გულის უკმარისობაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის სწორი, ადრეული, დროული დიაგნოსტიკა და მართვა. რაზედაც ახლა თქვენ საუბრობდით, ძალიან დეტალური შეხსენება იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. მართალია სიტყვათა შეთანხმება არის გულის უკმარისობა, თითქოს სულ მხოლოდ ორი სიტყვაა, მაგრამ მიზეზთა ჩამონათვალი, რომელსაც მიჰყავს ადამიანის ორგანიზმში და ამ შემთხვევაში გული უკმარისობამდე, საკმაოდ გრძელი ნუსხაა. თქვენ რამდენიმე საკითხზე გაამახვილეთ ყურადღება, რაც მე ვფიქრობ, ჩვენი მაყურებლისათვის საუკეთესო დადასტურება იყო იმისა, რომ გულის უკმარისობა არის შედეგი გარკვეული პროცესებისა და მიზეზთა გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია უკვე დადგენილი გულის უკმარისობის შემთხვევაში როგორ აგრძელებს ადამიანი ცხოვრებას ამ დიაგნოზით. თქვენ ბრძანეთ როგორ უნდა შეფასდეს მაგალითად ეფექტიანობა, სტაბილურობა, პაციენტის მდგომარეობის გაანალიზება გარკვეული ინტერვალების დაცვით. თუმცა როდესაც სეზონზე ვსაუბრობთ, თქვენ ბრძანეთ მაგალითად ქოშინი, გულის აჩქარება, გადაადგილების დროს სირთულეები, სუნთქვის გაძნელება, რომელიც გულის უკმარისობისთვის თითქოს დამახასიათებელი მდგომარეობა არის, მაგრამ ზაფხული, მაღალი ტემპერატურა, ის გარემო, რომელშიც გულის უკმარისობის მქონე ადამიანი იმყოფება, ამძიმებს ამ მდგომარეობას და რა უნდა გაითვალისწინოს სეზონთან ერთად ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეს პრობლემა აქვს და ოჯახის წევრებმა, რა უნდა იცოდნენ. მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, თვითონ გულის უკმარისობა არის ქრონიკული დაავადება. ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას ახასიათებს სამწუხაროდ გამწვავების ეპიზოდები. ჩვენი მიზანია ექიმების და მათ შორის პაციენტების, ანუ ურთიერთთანამშრომლობა, ურთიერთმჭიდრო კონტაქტი, რომ ქრონიკული დაავადების გამწვავება იყოს მინიმუმამდე, ან რაც უფრო არ მოხდება და გვიან მოხდება უკეთესია. ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას შეიძლება კონდეს გამწვავება. ამ გამწვავების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა რამე. სხვადასხვა ან თვითონ გაჩნია, როგორც აღნიშნეთ, რისგან არის გამოწვეული ეს გულის უკმარისობა, პირველადი მიზეზი რა არის. ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორ აქვს გაცნობიერებული თვითონ პაციენტს მისი დაავადება და როგორ დაიწყო თავის დაავადებასთან ერთად თანაცხოვრება. რაღაც პროცესში თუ კი პროტესტი ჩდება და აპროტესტებენ ამას, ყოველთვის არ არის არასტაბილურობა აღინიშნება ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანი არის თანაცხოვრება დაავადებასთან, როდესაც სწავლობს ადამიანი ყველაფერი პრაქტიკულად ძალიან ხშირ შემთხვევაში კარგად ლაგდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის კვების რეჟიმი ისევე. ძალიან მნიშვნელოვანი არის სითხის რაოდენობა, როდესაც განსაკუთრებით ეხება გულის უკმარისობას დაბალი განდევნების პრაქტიკას. და მაგალითად ზაფხულის განმავლობაში, როდესაც ისედაც მოთხოვნა იზრდება ორგანიზმში. რომ პაციენტის სტაბილიზაციის ერთ-ერთი გულის უკმარისობის დაბალი განდევნების პრაქტიკის დროს არის შარდენის ჯგუფის პრეპარატები. არის შემთხვევები, როდესაც კომბინაციაში გჭირდება რამოდენიმე შარდენი და თვითონ ექიმისთვის, რომელსაც ყავს გულის უკმარისობიანი პაციენტები, მნიშვნელოვანი არის, რომ იმდენად მოხდეს სტაბილიზაცია, რომ თვითონ შარდენის დოზა რა საშუალებასაც გაძლევს, თუ პაციენტი თარიღებს მარილს, მკვეთრად ამცირებს, აკონტროლებს სითხის რაოდენობას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჭარბი წონა, სხეულის მასის ინდექსი, როდესაც დიდია, თვითონ გულის უკმარისობა შეიძლება იყოს კარგი განდევნების პრაქტიკა, თუმცა როგორც წესი სხეულის მასის ინდექსი, როდესაც დიდია გულის უკმარისობა, ესეთ პაციენტებს შენახულ განდევნების პრაქტიკაზე აქვს. ანუ წონის კორექცია. ძალიან მნიშვნელოვანი არის გულის უკმარისობის დროს, რო არ გამოგჩეს მოკლედ ვიტყვი, არ არსებობს როგორც თქვით მარტო იზოლირებული გულის უკმარისობა, ერთია გამოწვევი მიზეზი და არსებობს თანხლები დაავადებები, რომელიც ძალიან ხშირია. ეს არის ანემია, რომელიც აბსოლუტურად უნდა მართული იყოს და პაციენტების გაჩნია როგორიც მიეკუთვნებიან, უნდა იქნეს შემოწმებული თუნდაც სკინა და ფერიტინი, იმიტომ თუ კი ანემია მართული არ არის, გეზდება ჰოსპიტალიზაციების რისკი. ძალიან მნიშვნელოვანია ფერიტინის კონცენტრაციის გასაზღვრა. ესევე ძალიან არსებობს გულის უკმარისობა, როდესაც განდევნების ფრაქცია დაბალი არის, პრერენალური თირკმლის უკმარისობა, ანუ როდესაც კრეატინინი იწყებს მატებას და პაციენტს თირკმლის უკმარისობა იწყება, ხშირად ეს ორი დაავადება ერთმანეთთან მჭიდროდ კავშირში არის.
ესევე ძალიან მნიშვნელოვანი არის გულისუკმარისობის გამოწვევაში, როგორც ის შემოერთდამადებისას შაქრიანი დიაბეტი. ეს იქნება პირველი ტიპის თუ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კვებით, სწორი მედიკამენტური შერჩევით, ესევე წონის კლებით და შესაბამისი ფიზიკური აქტივობით, რაც იმ ეტაპზე პაციენტს შეუძლია და მას არ დატვირთავს და არ გაამწვავებს მის სინდრომს. რაც შეეხება და გვიძლის მდგომარეობა. და ესევე მნიშვნელოვანი არის კარდიორენალური სინდრომი, როდესაც იგივე დაბალი ფრაქცია არის. ჩვენ ხვდებით ხოლმე განსაკუთრებით მწვავე პერიოდში შეიძლება ღვიძლის ფუნქცია მკვეთრად შეიცვალოს და ხდება იქ ღვიძლის ფერმენტების მატება მკვეთრად, ანუ კარდიორენალური, კარდიოჰეპატური სინდრომები, რომელსაც მთლიანობაში მართვა უნდა ესე მოგეხსენებათ, რომ ესეთი პაციენტების დიდი ნაწილი საუბრობ დაქვეითებული განდენის ფრაქციით, როდესაც უკვე წინაგული დიდი აქვს, წინაგულთა ფიბრილაცია, ხშირ შემთხვევაში წინაგულთა ფიბრილაციის ქრონიკული ფორმა საჭიროებს ანტიკოაგულანტურ თერაპიას, შედეგების საწინააღმდეგო. შედეგებს რომ არ მოხდეს თრომბოემბოლია. როდესაც უკვე კარდიოჰეპატოს სინდრომი მიდის, როდესაც ღვიძლის ფუნქციები გვერდება, პირიქით იქ უკვე ხდება შედეგების ფაქტორის დაქვეითება და სიზდენის რისკი იზრდება. და საკმაოდ იქ არის, ვთქვათ, რომელ ანტიკოაგულანტს ხარობს თუ გაჩნია რა ასაკი, არსებობს მექანიკური სარქველი, უკვე ოპერაცია პაციენტი თუ არის ბიოლოგიური სარქველი, თუნდაც ბიოლოგიური სარქველის შემთხვევაში თუ კი წინაგულთა ფიბრილაცია გვაქვს, მაინც არ ხმარობთ ახალი თაობის ანტიკოაგულანტებს, იმიტომ მხოლოდ ვარფარინზე არის შედეგი, რომ თრომბოემბოლიზმისგან დაგისვლა და საკმაოდ გლობალურად არის ეს. პაციენტებს ნაწილს, რომელსაც გამწვავების პერიოდში აღენიშნებათ თუნდაც პლევრაში სითხის ან აბდომინალური კარდიოჰეპატოსინდრომის დროს საჭიროებენ შარდენით აქტიურ მკურნალობას. ესეთი პაციენტების შემთხვევაში, რაც კუმშადი ფუნქცია დაბალი გვაქვს, ჰიპოტონია გვაქვს, წნევა შეიძლება დაბალი ქონდეს ხშირ შემთხვევაში და საჭიროებს პრესორულ ამის, რომ support დამჭერი ფუნქცია ხარდაჭერა ქონდეს, რომ მიიღო, თუ წნევა დაბალია, რაც უნდა შარდენი დატვირთო წნევა დაგიქვეითდება და საერთოდ დიურეზი არ გიქნება, იმიტომ თირკმელი ვერ გაფრთხილდება, ძალიან მარტივი ფიზიოლოგიური მექანიზმია ხომ. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდს პაციენტების ის ნაწილი, ანუ მედიკამენტური მკურნალობის შარდენი თუ კი საშუალება ექიმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს დიურეტიკი, უკვე იდეალური არის, თანამედროვე მედიკამენტურ მკურნალობაში არ შეღავს მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ დადებითად მოქმედებს გულის უკმარისობას, როდესაც სწორად შეაფასებ და დაიწყებ ადეკვატურ მკურნალობას, მაგალითად ჩემ შემთხვევაშიც როგორც ყველა ექიმის კარდიოლოგის, რომელიც გულის უკმარისობას არის მიზანი, რომ თქვათ ვიწყებ ამ დოზით დიურეტიკს, ოღონდ ჩემი მიზანია რომ ეს დავწიო, შევამციო, კომბინაცია მოხსნა და სხვა მედიკამენტის დოზირების ტიტრაცია მოვახდინო, იმიტომ თვითონ შარდენი რა შეაუმჯობესებს სიმპტომს, თორე ნებისმიერ კლინიკურ კვლევაში სიცოცხლის ხანგრძლივობას არ გიხანგრძლივებს, მხოლოდ სიმპტომს გიუმჯობესებს, არა მედიკამენტები, რომელიც ხანგრძლივობას გიუმჯობესებს და ჩვენი მიზანია რომ სწორედ იმათი მაქსიმუმი დოზირების ტიტრაცია მდივენ და სადამდეც ამტანობა ექნება პაციენტს, რომ მოხდეს მისი კომბინაცია, კომპენსირება. ხანგრძლივი დროით, როგორც უკვე აღმოჩნდა, პერიოდულად შეიძლება დაჭირდეს შარდენის დოზა ან დამატება ან ასე შემდეგ, მიზანი არის რომ იყოს კომპენსირებული. ცხელ ტემპერატურაზე, როდესაც ზაფხულის პერიოდია, ბუნებრივია ნებისმიერი დიდი ნაწილი კარდიოვასკულარული ფარმაკოლოგიის ახდენს პრედაპოსტდატვირთვის შემცირებას, ანუ მიდინებას, ხო, ანუ ვაზოდილატაცია, სიზახვის გაფართოებას. დიახ, მათ შორის დიურეტიკის სითხის გამოყოფას და ესევე ამცირებს მიდინებას და როდესაც ტემპერატურა მაღლა მიდის და იმატებს სისხლი ფართოვდება. ადამიანებს თუ გარეთ უწევთ მოძრაობა ან სიცხეში არიან, მოთხოვნილება ადეკვატური არის, ანუ დანაკარგი სითხის ბევრი გვაქვს, ყოფლის სახით, აორთქლების სახით, სუნთქვის სახით, ჩარდის სახით, ადამიანები ბევრ სითხეს კარგად, განსაკუთრებით ზაფხულში. თუ კი იღებს ჭარბად სითხეს, შეიძლება სიმპტომი გაუმწვავდეს.
იქ თუ არ აკონტროლებს მარილს. და ესევე ცხელი ტემპერატურა, რომელიც სიცხე გარეთ, ანუ აფართოებს სიზავს და პლუს მედიკამენტი შესაძლებელია მოხდეს გიპოტონია, ანუ არტევიწნევის დაქვეითება. საკმაოდ ინდივიდუალურია ეს. ესე რომ ყველა პაციენტში ეს ხდება, ესე არ არის. ძალიან ინდივიდუალურია და მართლაც განსხვავებულად ხდება თალკეულში. როდესაც მოგმართავს მაგალითად ხანგრძლივი დროით როგორც აღნიშნეთ ქრონიკული დაავადება და მყავს პაციენტები რომელიც რეგულარულად დადიან ჩემთან უკვე ვიცი რომ ზაფხულის პერიოდში რაღაცების შესაძლოა და თვითონაც ისიან ამ ადამიანებმა და მოდიან და დოზირებას ვსვლით რაღაცას საერთოდ ხსნით რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანია ეს და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რა არის ამის გამომწვევი რამ გამოიწვია ეს პროცესი და იმის მიხედვით ხდება ხოლმე. ესე რომ დიაგნოსტიკა, მკურნალობა და აუცილებლად თანხლები დაავადებები. იმიტომ თანხლები დაავადებებმა შეიძლება დამძიმოს თუ არ არის მართული თანხლები დაავადება, გაართულოს პაციენტის მდგომარეობა და გახშირდეს გულსუკმარისობის პრობლემა, რა არის ხშირი გამწვევა თუ არ იმართება კარგად და ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზაცია, რომელიც პაციენტისთვის ისედაც გულისუკმარისობენ პაციენტები, რომლებიც სტრესში არიან, ჰოსპიტალიზაცია კიდევ ზრდის ამ სტრესს და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ნუ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან. რა თქმა უნდა, ანუ ცალკე გულისუკმარისობა არ არის, გამომწვევი და თანხლები დაავადება, რომელიც აუცილებლად მართული უნდა იყოს. ესევე მნიშვნელოვანი არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გულისუკმარისობის დროს. პაციენტების რაღაც ნაწილს აქვს თქვა ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, რომელიც შეიძლება ესევე არითმიის მიზეზი იყოს, ანუ გლობალურად უნდა იყოს განხილული და შესწავლილი. ძალიან დიდი მადლობა. ზვიად იმისთვის, რომ ჩვენ წლების მანძილზე ძალიან დეტალურად საუბრობთ გულისუკმარისობაზე, რომელიც ძალიან აქტუალური პრობლემაა და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ გულსიზავსა სისტემის ნებისმიერი პრობლემა არ არის მხოლოდ სამედიცინო პრობლემა, ხშირ შემთხვევაში ეს არის პრობლემა, რომელიც ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას ეხება, ადამიანის სოციალურ ჯანმრთელობას ეხება და ამას აქვს თავისი ეკონომიკური სერიოზული მდგენელები, რაც ყველა ქვეყანაში არის ხოლმე გათვალისწინებული. მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი სტუმრობისთვის, მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ საქართველოს გულისუკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოვასკულურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი, ჯანმრთელობის ეკონომიკისა და მართვის მაგისტრი ბატონი ზვიად ყიფიანი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. კვებით შუქნიშანი არის ჩვენთვის ორიენტირი. და განსაკუთრებული ორიენტირია მაშინ, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებზე ვსაუბრობთ. გულისუკმარისობა სეზონის გათვალისწინებით და იმ ცოდნის გათვალისწინებით, რომელიც კვებასთან დაკავშირებით დაგვიგროვდა, განსაკუთრებით საყურადღებოა. და მოდით რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე შევჩერდეთ და გავიხსენოთ ის, რაც ვიცით, ან ახალი ინფორმაცია მივიღოთ იმისთვის, რომ თუ ჩვენ გვაქვს ეს დიაგნოზი, ან ჩვენი ოჯახის წევრს მაქსიმალურად შევძლოთ მასში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ყველა ფაქტორს ცხოვრების წესზე აქვს მნიშვნელობა და ჩვენ როგორც დარწმუნდით დღეს ცხოვრების წესის სხვადასხვა ფაქტორთან დაკავშირებით არჩევანის სიფრთხილეზე ვისაუბრეთ. მაშინ, როდესაც დიაგნოზი გულისუკმარისობაა და მაშინ, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილება გულის შესაძლებლობების ჭრილში უნდა შეფასდეს. თუმცა მე გამოვყოფდი განსაკუთრებით წონასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს შეთანხმებულია და მთელი მსოფლიოსთვის არის საყოველთაოდ აღიარებული. როდესაც ჩვენ ოპტიმალური წონის შენარჩუნებას ვცდილობთ, ჭარბი წონა და სიმსუქნე გულისთვის დიდი დატვირთვაა. მაგრამ ვისარგებლებ შემთხვევით და გაგახსენებთ, წონის დეფიციტი ასევე საყურადღებო მდგომარეობა. არ აქვს მნიშვნელობა ორგანიზმი რომელ კიდურა მდგომარეობაში გადადის. ეს შეიძლება იყოს მისთვის დიდი გამოცდა, რადგან ეს მდგომარეობები, ჭარბი წონა და სიმსუქნე და წონის დეფიციტი ყველა შემთხვევაში შეიძლება იყოს დაკავშირებული არასაკმარის ნაკლებობასთან და ასეთ შემთხვევაში არასაკმარისი ნაკლებობაა გულისთვის ტვირთი და დამამძიმებელი გარემოება გულის უკმარისობის ფონზე. როდესაც ისედაც შესაძლებელია სწორედ გულის უკმარისობის გამო ორგანიზმის გამოფიტვა დაიწყოს და განვითარდეს ისეთი მდგომარეობა, რომელსაც კახექსიას უწოდებენ. და აი ასეთ შემთხვევაში წონის მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითკონტროლით. მაგალითად, თუ ჩვენ საუბრობთ გულის უკმარისობით გამოწვეულ შეშუპებებზე, აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია წონის ობიექტური შეფასება. დილით, узმოთ,
დილის ტუალეტის დასრულების შემდეგ, როდესაც სასწორი ერთსა და იმავე პოზიციაში, ერთსა და იმავე ადგილას დგას და რაც მთავარია, ერთი და იგივე გაშილიფების ხარისხით, ანუ 60 დაახლოებით ერთი და იგივე წონის რომ არის, აი ასეთ პოზიციაში აწონვა არის საშუალება იმისა, რომ აღვნუსხოთ და შევადაროთ ერთმანეთს წონის მაჩვენებლები და არა დილით და შემდეგ შუადღის ან საღამოს, აი ასეთი არასისტემური აწონვა შეცდომების წინაპირობა. გასათვალისწინებელია სიფრთხილე რეჟიმთან, ულუფასთან, რაციონთან მიმართებაში, როდესაც საუბრობთ ძილზე, როდესაც საუბრობთ ფიზიკურ აქტივობაზე, აღარაფერს ვამბობ კვებაზე. რომელი პროდუქტების მიმართ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად? წყლის მოხმარება. აუცილებლად ეს საკითხის საჭიროა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გულის უკმარისობასთან დაკავშირებით თქვენ საკმაოდ ხშირი ვიზიტი გაქვთ კარდიოლოგთან. ეს საკითხი უნდა იყოს აუცილებლად მასთან შეთანხმებული მკურნალობის სტრატეგიის ფარგლებში, იმიტომ რომ როგორც მედიკამენტის მიღება, ასევე წყლის მოხმარება არის სამკურნალო სქემის აუცილებელი ნაწილი. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს სიფრთხილე ალკოჰოლთან დაკავშირებით, კოფეინს შემცველ პროდუქტებთან დაკავშირებით, იქ სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სითხის დანაკარგი, იმიტომ რომ შარდმდენი ეფექტი უნდა გავითვალისწინოთ, ასევე უნდა გავითვალისწინოთ გულისცემის სიხშირესთან მიმართებაში. ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა კოფეინს, არა ყოველთვის, ზოგჯერ. გასათვალისწინებელია გლუკოზის დონის მაჩვენებელი, ანუ შაქრის დონის მაჩვენებელი, როგორც საზოგადოებაში ხშირად ამბობენ ხოლმე, სისხლში, რომელიც მოწესრიგებული სტაბილური მაჩვენებლის პირობებში როგორც წესი კეთილმყოფელ გავლენას ახდენს გულზე და ნებისმიერი გადახრა ამ მაჩვენებლიდან, ამ ნორმალური პარამეტრიდან საყურადღებოა გულისთვის. საგანგებოდ უნდა გამოვყო მარილის თემა, იმიტომ რომ ეს გასათვალისწინებელია ზოგადად გულის ჯანმრთელობისათვის, გულსისხლთა სისტემისთვის, მაგრამ გულის უკმარისობის ფონზე ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. თუ ჩვენ საუბრობთ მაგალითად ლიტრი ნახევარი 2 ლიტრი პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში, გულის უკმარისობის დროს ასეთი თამამები არ ვართ. ასევე არ შეგვიძლია კატეგორიულად ვამტკიცოთ, რომ 5-6 გრამი სუფრის მარილი, ანუ 1 ჩაის კოზი მარილი დღიური გადანაწილებით პროდუქტებშიც და დამატებული სახითაც იქნებოდა ოპტიმალური არჩევანი. არა, ხშირ შემთხვევაში რეკომენდაცია არის ხოლმე დაკავშირებული ამ რაოდენობის შემცირებასთან. როგორ უნდა აღვნუსხოთ ეს შემცირება? თუ ჩვენ 1 ჩაის კოვს მარილზე ვსაუბრობთ, ჩვენ გულისხმობთ 2300 მილიგრამ ნატრიუმს. 2300 მილიგრამიდან 1500-მდე. უხშირესად მაქსიმუმ 2000-მდე მისი შემცირება არის ოპტიმალური გადაწყვეტილება, როდესაც გულის უკმარისობის მართვაზეა საუბარი და არ უნდა დაგვავიწყდეს პროცესირებული, ანუ დამუშავებული ტრანსხიმების უხვად შემცველი პროდუქტები, რომელიც უზარმაზარი დატვირთვაა გულის ჯანმრთელობისათვის და განსაკუთრებით გულის უკმარისობის ფონზე. შუქნიშანი, რომელიც ჩემს ზურგს უკან არის. ეს არის ზუსტად ის ორიენტირი, რომელიც განსაკუთრებით გვჭირდება გულის ჯანმრთელობისთვის და მით უფრო გვჭირდება გულის უკმარისობის დროს, მაგრამ კავშირში იმ პროდუქტებთან, რომელსაც ახლა შეგახსენებთ. რა თქმა უნდა, როგორც ყველა პრობლემის დროს, როდესაც ორგანიზმს აქვს სირთულეები ფუნქციებთან დაკავშირებით, ჩვენ მივდივართ ცილასთან. ცილასთან, რომელიც არა უბრალოდ კუნთის აშენებისათვის არის საჭირო, არამედ ყველა იმ ფუნქციისათვის, რომელიც გულმა უნდა შეასრულოს. და ასეთ შემთხვევაში ცილის ადეკვატური მოხმარება. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ ხოლმე მჭლე ცილის გამოყენება, სრულფასოვანი ცილის, რომელიც ყველა ამინომჟავას გულისხმობს, თუმცა გულისხმობს ნაჯერი ცხიმების სწორად გააზრებას, მაქსიმალურად შემცირებას და ამასთან სწორ თანაფარდობას ცხოველური და მცენარეული ცილოვანი პროდუქტებისა. კარგად შერჩეული ცხიმები, განსაკუთრებით გაუჯერებელი, ბევრჯერ გაუჯერებელი, ანუ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები. ეს არჩევანი, რა თქმა უნდა, სისტემური ანთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ორგანიზმს ამ შემთხვევაში გულის უკმარისობის დროს განსაკუთრებით სჭირდება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პროდუქტების ჩამონათვალი გავაფართოვოთ და ასეთ შემთხვევაში ჰარვარდის რეკომენდაცია ძალიან წაგვადგება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებთან ერთად გამოვიყენოთ პროდუქტები, რომელთაც შეუძლიათ
ანტიდამჟანგავი ფუნქციების გამოვლინება. ანუ თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ეს არის ფერად-ფერადი პროდუქტები, სცენარეული წარმოშობის, ბოსტნეული ცხადია ხილთან ერთად და ეს მრავალფეროვნება, სხვადასხვა ფერი ჩვენ ამაზე თითქმის ყოველდღე საუბრობთ, არის სწორედ ის ნივთიერებები, რომელთა მიღმა დაშიფრულია ეს ჯადოსნური უნარი. და ეს ყველაფერი თავს უნდა იყრიდეს წონასწორობაში, რომელსაც ჩემითებში ჰქვია. იმ წონასწორობაში, სადაც სულ ცოტა 5 ჯგუფის პროდუქტი არის გააზრებული, მართალია ვამბობთ 5 ფერში, მაგრამ თქვენ უკვე დარწმუნდით, რომ მრავალფეროვნება კიდევ უფრო უკეთესია ცისარტყელა თეფშზე, რომელ თეფშზე იმ მოდელში, რომელსაც ყველაზე მეტი შემცველობა აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური პროდუქტების. ეს არის ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტა, რომელსაც გულის უკმარისობის შემთხვევაში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. კეთილმყოფელი გავლენა აქვს მის თავიდანაცილების პროცესში და უკვე არსებული დიაგნოზის მართვაში. არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად, რადგან გულის უკმარისობა ნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა გულს უჭირდეს წნევის მართვა და აქ შესაძლებელია როგორც მაღალი წნევის ეპიზოდები, ასევე წნევის მკვეთრი დაქვეითების ეპიზოდებიც და დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი წნევის სტაბილური პარამეტრების შესანარჩუნებლად და როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ამ კვების მოდელებს შორის რა თავისებურება განსაკუთრებით გულის უკმარისობის დროს კვებაში გასათვალისწინებელი, მე გაგახსენებთ შესაძლო დეფიციტს. ეს დეფიციტი განპირობებულია თავად ორგანიზმში მიმდინარე პროცესებით და აქვე გასათვალისწინებელია მედიკამენტების დამსახურებაც. რკინა, რომლის ნაკლებობასაც ხშირად განიცდიან გულის უკმარისობის მქონე პაციენტები და საკვებით შევსების შესაძლებლობა არის სწორედ იმ პროდუქტების ჩართვა რაციონში, რომელზეც მითითებული ახლა ჩვენ თუმცა მარტო რკინა არ არის აქ საგულისხმო გასათვალისწინებელია მაგალითად კალიუმის ბალანსი ორგანიზმში, იმიტომ რომ მას გულის ჯანმრთელობაზე და გულის კუნთის მდგომარეობაზე უზარმაზარი გავლენა აქვს და არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთ შემთხვევაში აგრეთვე მაგნიუმის როლი, რომელიც ზოგადად მნიშვნელოვანია ნეირორეგულაციაში, კუნთოვან ნერვულ სისტემაში, სადაც ინფორმაციის და იმპულსების გადაცემა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ გულის ჯანმრთელობისათვის სხვადასხვა წახნაგით ახლა დეტალურად ამაზე არ შევჩერდებით, მაგნიუმს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ისევე როგორც კონკრეტულ ვიტამინებს და პირველ რიგში D ვიტამინს. D ვიტამინი აღარ არის მხოლოდ ძვალთან დაკავშირებული ვიტამინი, ეს უკვე დიდი ხანია თქვენ ძალიან კარგად იცით ჩვენი გადაცემიდან, მას ჰორმონსაც უწოდებენ ხოლმე და სწორედ მისი დამსახურებით შეიძლება ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს, მათ შორის გულის კუნთის მდგომარეობა. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია B-ჯგუფის ვიტამინების როლი, რომელზედაც ხშირად არ არის ხოლმე სათანადოდ გამახვილებული ყურადღება. მაგალითად, B12 ვიტამინის ნაკლებობა, რომელიც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის. ისევე როგორც მაგალითად B9 ვიტამინის, ანუ ფოლიუმის მჟავის და B6 ვიტამინის ნაკლებობა. რატომ გამოვყოფდი ამ ვიტამინების შემთხვევაში ერთ კონკრეტულ როლს? მრავალი სხვა ფუნქციაც აქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი არის კონკრეტული ნივთიერების ჰომოცისტეინის წარმოქმნა მათი ნაკლებობის შემთხვევაში, რომელსაც თავის მხრივ საკმაოდ არასასიამოვნო გავლენა აქვს ხოლმე გულის მდგომარეობასა და გულის ფუნქციაზე. ამის გათვალისწინებით გვჭირდება ამ ვიტამინების ბალანსის შენარჩუნება და არ უნდა დაგვავიწყდეს არა მხოლოდ საკვებში ვიტამინების არსებობა და მინერალების არსებობა, მაკრონუტრიენტების არსებობა, არამედ როგორია ორგანიზმის მიმღებლობა ამასთან დაკავშირებით და როგორია ნაწლავის მდგომარეობა. აქ ნაწლავს დიახ აქვს მრავალმხრივი დატვირთვა. ის უზრუნველყოფს ნივთიერებების მიღებას, შეთვისებას და დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის მიაწვდის ორგანიზმს სხვადასხვა უბანში, მაგრამ იმუნიტეტი, რომელიც ნაწლავს უკავშირდება და წონასწორობა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების წარმოქმნას უკავშირდება, ნაწლავში ბინადარი ბაქტერიების დამსახურებით, ეს განაპირობებს გულის ჯანმრთელობას და თქვენ გახსოვთ ეს კაცუნა ჩემი წიგნიდან, რომელიც ასახავს არა
ერთი კონკრეტული თქვათ კვლევის შედეგებს, არამედ ჯამურ ცოდნას იმის შესახებ, რომ ნაწლავში მიმდინარე პროცესებს და ნაწლავში ბინადარი ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტებს შეუძლია შეცვალოს გულის ჯანმრთელობა და შექმნას უამრავი წინაპირობა იმისთვის, რომ გული იყოს ან ჯანმრთელად, ან ჰქონდეს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი საუბარი გულის დაცვას ემსახურებოდა, განსაკუთრებით გულის უკმარისობისგან, ან გულის უკმარისობის შემთხვევაში, როგორ შეიძლება საკვები გამოვიყენოთ წონასწორობის შესანარჩუნებლად, ან დარღვეული წონასწორობის აღსადგენად. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.